პროფესიული თეატრების შესახებ კანონის თანახმად ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის სპეციალური სარეკომენდაციო საბჭო წარადგენს, რომლის დამტკიცებაც კულტურის მინისტრის პრეროგატივაა. თუმცა ამ შემთხვევაში ეს არ ეხება ახმეტელის თეატრს, რომელიც თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია და სამხატვრო ხელმძღვანელს თბილისის მთავრობის მიერ შერჩეული საბჭო ირჩევს. თავდაპირველად კონკურსი დანიშნული იყო 17 ივლისს, რომელიც გაურკვეველი მიზეზის გამო გადაიდო და მხოლოდ დასის მიერ 2 სექტემბერს მერიის წინ გამართული აქციის შემდეგ გამოაცხადა მერიამ ღია კონკურსი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. 17 სექტემბერს საღამოს 8 საათზე დაინიშნა სარეკომენდაციო საბჭოს სხდომა და ამავე დღეს მოხდა საბჭოს 6 წევრიდან 2-ის შეცვლა. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 4 კანდიდატი. ახმეტელის თეატრის დასის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ჩვენი კანდიდატი იყო არაერთი საერთაშორისო ფესტივალის პრიზის მფლობელი თეატრალური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გრიბოედოვის თეატრის რეჟისორი ანდრო ენუქიძე, რომელსაც 58 სპექტაკლი აქვს დადგმული საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ხოლო ერთ-ერთი კანდიდატი იყო თეატრის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი ყოფილი მსახიობი თამაზ გოლაძე. დასის სურვილი და მოთხოვნა, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნულიყო პროფესიით რეჟისორი, სარეკომენდაციო საბჭოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული და მათი გადაწყვეტილებით თეატრის ხელმძღვანელად რეკომენდაცია გაეწია თამაზ გოლაძეს. ვინაიდან თეატრის შემოქმედებითი განვითარებისა და წინსვლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორის დანიშვნას, ახმეტელის დასი უნდობლობას უცხადებს სარეკომენდაციო საბჭოს და თხოვნით მიმართავს ქალაქ თბილისის მთავრობას და ბატონ გიგი უგულავას არ გაითვალისწინოს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. აი ეს არის ჩვენი ოფიციალური განცხადება. ამის იქით იყო ნათქვამი მერია და მერიის მერე სარეკომენდაციო საბჭო. იცით რა არის? უკაცრავად ერთი აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ამის მიღმა ნათქვამი იყო, რომ ჩვენი დასი არის ბებერი, რომ მერიაზე არის მხოლოდ 2 თეატრი, პანტომიმის და ახმეტელის და ერთში ვერ ლაპარაკობენ და მეორეში არ ლაპარაკობენ. და ძალიან გვინდა პასუხი გაგვცე, რა შეგვატყო ეს ვერ მოლაპარაკე ბებრების? არა, ეს მათი შეხედვით. მაგას თუ სიბერით გავიხსენებ, ჩვენი არა. რა ვიცი. არ ვიცით ბიუჯეტი რამდენია. აი განსჯისთვის უბრალოდ ეხლა ძალიან ბევრი რომ არ რაღაცა შეგაწყინოთ თავი. როდესაც დაინიშნა ეს საბჭო, გავიდა 4 კონკურსანტია. ამ 4 კონკურსანტიდან არის 3 რეჟისორი, 1 გოლაძე, 1. მოდით პირობითად მას უწოდოთ 1. 3 რეჟისორი, თეატრი ითხოვს რეჟისორს. ეხლა აქ უკვე მნიშვნელობა გოლაძე, სანდრო, პავლე, არა აქვს მნიშვნელობა, რეჟისორი. და შენ თეატრმცოდნე, როდესაც ზიხარ საბჭოში და უნდა გადაწყვიტო თეატრის ბედი და შენ გადაწყვეტილებას იღებ ამ 4 ადამიანში არა რეჟისორზე, აი ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამას ხო ეს ხო მიკერძოება, ეს ხო ჩაწყობა, ეს ერთი წუთით გასაგებია. ერთი წუთით იცით რაშია საქმე? სამინისტროში ეს საბჭო რო ჩამოაყალიბეს, იქ 7 კაციდან 7-ვე იყო თეატრმცოდნე. აქ 6 კაცი იყო, აქედან ესე იგი 1 დრამატურგი, 1 მერიის წარმომადგენელი, რომელიც მხარე არის და 1 იყო კიდე ხელოვნებაცოდნე. ხო, და 1 ფსიქოლოგი. ესე იგი რა გამოდის 2 თეატრმცოდნემ გადაწყვიტა ჩვენი თეატრის ბედი. ეს ხო არ ვიცი, ესე იგი რაღაცა ეჭვებს იწვევს, რა ხდება საერთოდ. აქედან ერთ-ერთმა მისცა ხმა რეჟისორს ბატონ ანდრო ენუქიძეს და ძალიან გაკურებული დარჩა, რომ ესეთი შედეგი დადგა 4 თეატრზე. ერთმა საერთოდ თავი შეიკავა. აი ესეთი სიტუაციაა და ჩვენ რას ვიტყობთ? ჩვენ ვითხოვთ ერთი თხოვნა გვაქვს რა, ქალაქის მთავრობასთან. ბატონ მერთან.
დღეს 2 საათზე არის მთავრობის სხდომა. დღეს უნდა დამტკიცდეს ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ვთხოვთ იგივე ბატონ მერს ალბათ ხელეწიფება ამ ამბავში რაღაც თავისი თქმა გადახედოს ამ გადაწყვეტილებას, დაინტერესდეს რატო თამაზ გოლაძე და არა რეჟისორი. ამ შემთხვევაში აღარ ვაკონკრეტებ, იმიტომ ჩვენი მოთხოვნა, აშკარა მოთხოვნა იყო ანდრო ანუხიძე და დასის 15 წევრიდან უჭერდით კარს 13. უბრალოდ ნათქვამი იყო იქ, რომ ეგ გვაკლია დასის აზრი გავითვალისწინოთ. აი ეს იყო წინასწარ გაზეთ რეზონანსში მე გამიკვეთვი. გაზეთ რეზონანსში წინა კვირის იყო ხაცარავასთან ინტერვიუ. სადაც ის აი ამბობს, აცხადებს, რომ ჩვენ არ ვართ ვალდებული და არ გავითვალისწინებთ თეატრის მსახიობთა აზრს. რომ თეატრის მსახიობები ჩვენ ზეწოლას ვახდენთ მერიაზე, საბჭოზე. აი ეს და მე კიდე ერთია, იცით რა, აი დღეს რომ არის საბჭოს გადაწყვეტილება, ხო? და გუშინ რომ ბანკეტი იყოს თეატრში. ნუ ბანკეტი რა, მათ წინასწარ იცოდნენ, აი აბსოლუტური სპექტაკლი იყო. მთელი ეს ყველაფერი მეგობრებო იყო სპექტაკლი და თქვენ გონიათ ჩვენ ეს 2 კვირაა ვიბრძვით. ჩვენ მაისიდან შევედით ჩვენ ისა კაცარავასთან და ვუთხარით, რომ თამაზ გოლაძე ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან კარგი მეურნეა. ჩვენ მას არ ვებრძვით, იყოს, აკეთოს თავის საქმე, ოღონდ რახან თეატრი, როგორც თქვენ ბრძანეთ, რაღაცა შავ ორმოს ემსგავსება, იქნებ რეჟისორზე ვიფიქროთ რაღაცა და აი აქედან, ისე იგი ეს არის 4 თვიანი ჩვენი წამება მთელი ზაფხული. ხან გვიშვებდნენ თეატრიდან, აი ხაც ერთი თვითგვაქვს ხელშეკრულება. არა მაგაზე არის ანეკდოტური სიტუაცია. ეს არის ხო, კი ბატონო, აი კი ბატონო. გეტყვით. თამაზ გოლაძე არის პიროვნება. ნეტა მომისმინოს რა და ნეტა შეიძლება მე გადახედოს თავის ქცევით. რომელიც ემალება დასთან ურთიერთობა არ უნდა. რატო არ ვიცი? მოიწვია კრება, სადაც არ იყო არც ერთი მსახიობი. ტექნიკური პერსონალი თავის დურგლებიან, დამლაგებლიან, კაპელდინერებიან და წაუკითხა თეატრის განვითარების გეგმა. მოაწერინა ხელი და წარადგინა თავის კანდიდატურა. ხო ვართ ანეკდოტურ სიტუაციაში. ანეკდოტურ სიტუაცია მსახიობს ემალება, ის კი არა, იქ რომ ვიდექით ახლა ხალხი ვართ და ველოდებით არა, გულშემატკივრობთ, მერიასთან ვდგავართ და ჩუმად შემოიპარა. დასთან ურთიერთობა არ უნდა. მეცაც ვიტყვი. რამდენიმე კაცი შევედი და უთხარი, თამარ, ჩვენ ახლა ჩვენი ხნის კაცია და საწინააღმდეგო არაფერი არ აქვს, ხო? კი, გაკეთდა რემონტი, გაკეთდა გათბობა, გაკეთდა კონდიცირება, რაღაცა გაკეთდა. ამით აპელირებს მერია, სულ აი ეს გააკეთა, კი, მაგრამ თავის ჯიბით გააკეთა. მერიამ ხომ მოეცა ჩემთვის ის ფული და მეც გავაკეთებდი იგივეს. ამიტომ მე რა სამხატვრო ხელმძღვანელი. სირცხვილია 21 საუკუნეში ტუალეტზე ლაპარაკი, რო კი, ნამდვილად, წლების განმავლობაში. და უკეთესი სპექტაკლები. კი, ბევრად. მე გუშინაც თქვი, იქ რაღაც მრგვალი მაგი დაიყო თეატრალურ ინსტიტუტში. აი იმ კერასიკასთან რო ხელს ვითმოვდით და რო ვიყინებოდით და იგივე თუნდაც ღალატში ფეხშიშველი რო გამოვდიოდით და ისა ვიზიტში ფეხშიშველი რო გამოვდიოდით და ვიყინებოდით, ის უფრო ბედნიერი ხანა იყო ხალხო ვიდრე ამ გათბობა, აი ამ 4 თვის აბაზანაში. ეს არ არის თეატრი ცოტა სხვა რამეა, რაღაცა სხვა. ეს რატო არ ესმით? აი მე მიყვირს, როდესაც შენ იღებ შენ თავზე ამხელად ვისაც დატვირთვას მერია, რომ შენ თეატრს უნიშნავ სამხატვრო ხელმძღვანელს და მის პოლიტიკაში ერევი, რატომ არ ესმის ესეთი ნიუანსები? ჩვენ გვინდა ძალიან მივმართოთ პარლამენტს, რომ იქნებ როგორმე გამოგვიხსნას ამ მერიის ბჭყალებიდან და გადაგვიყვანოს კულტურის სამინისტროზე. როგორც ჩვენ ვიყავით კულტურის სამინისტროზე, მერე გადაგვიყვანეს მერიაზე
და კიდევ აუცილებლად უნდა ვთქვა ეს, რომ კულტურის სამინისტროში კანდიდატებს წარადგენდა სარეკომენდაციო საბჭო. მსახიობები, 5 მსახიობის ხელმოწერა, ხო, 5 მსახიობის ხელმოწერა იყო საჭირო, რომ კანდიდატი წარდგენილიყო. იგივე იყო მერიაში, რეგულაცია იყო მერიაში, იგივე. მაგრამ მოხდა სასწაული რაღაცა, როდესაც გამოცხადდა კონკურსი, ეს პუნქტი ამოღებული იყო. ხო, და განცხადების სახეზე ყველა შეეძლო შეეტანა, ნებისმიერ შეეძლო შეეტანა. და ეს მოხდა იმიტომ, რომ მას არ ყავდა ხელის მომწერები. და როდესაც ხელის მოწერები გააკეთა მან, 32 კაცი ყავდა სიაში და ესენი იყვნენ ძალიან დიდი ბოდიში ყველა ის პროფესია. ეს იყო 2 დურგალი, 2 სვარშიკი, 2 დამლაგებელი, კაპელდინე. ეთყობა იქაც ვიღაცამ უთხარო, ნუ რასაკეთებ. ხო, ისინიც შეშინებულები იყვნენ და ეს წარდგენა. შემოქმედებითი კოლექტივებისგან წარდგენა მოიხსნა. მოკლედ ჩვენი დასკვნამდე მივედით, რომ ჩვენ თეატრს ბედი არა აქვს. მე ვხუმრობ კიდევაც, რომ ინდიელების სასაფლაოზე აშენებული მეთქი. და რა ვიცი, აბა ასე არ გათვალისწინება მსახიობების თხოვნის 10 წერილი გავაგზავნეთ მერიაში. ბატონო? კი. არა, ნუ ისა. ეხლა რა არის იცით, კიდე ეგ უნდა ვთქვა აუცილებლად. კი, ეს მოწვეული რეჟისორები, კი, კარგია, ნუ მოიწევ. დაუშვა თეატრში რეჟისორს დაადგმევინოთ სპექტაკლს და გადაუხდით თავისუფლად. მაგრამ ეს როცა არის თეატრის ცხოვრების წესი, ეს არის გამღუპული. იქ ვერც მსახიობი იზრდება. სანამ ეხლა თუ გაქვს წარმოდგენა რა რთულია მსახიობის ცხოვრება, მე ვიხდებით რა რთულია სხვადასხვა რეჟისორთან წელიწადში 5 რეჟისორთან მუშაობა, ხო? შეგუება ჯერ რაღაც. შეგუება იმის გაცნობა ჯერ რა უნდა, როგორ უნდა. თეატრს უნდა ყავდეს აუცილებლად სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი, რომელიც იზრუნებს დასზე, მის განვითარებაზე, მის წინსვლაზე. ყველაზე ნათქვამია, რომ ვეუბნებოდი მე არავით არის მტრული დამოკიდებულება ჩვენ თამაზისთან არ გვაქვს. თამაზ მოიყვანე რეჟისორი. მოიხსენი მხრებიდან ეს შემოქმედებითი მხარე. მიხედა შენ საქმეს რაც გესმის კარგად. მოიცავო რა. რეჟისორებს ერთი ნაკლი აქვს, რომ ლუბინჩიკები ყავთ. რას ნიშნავს ლუბინჩიკები? აიო, იმას მიცემს როლს, იმას მიცემს, იმას არ მიცემს. ჩემი ვალიაო, ყველა დავაყენო სცენაზე. კი ბატონო, ჩვენ თეატრი არის 35 წლის. იქ აღარ უნდა გარკვევა, ვინ რისი გამკეთებელია და ვინ რისი გასაგებია. გარკვეულია ისედაც და რეჟისორი რომ მოდის, იმას არ უნდა დააკავოს მთავარ როლზე ისაც 35 წლის განმავლობაში 2 სიტყვა არ უხდებს. დააკავებს იმას, ვისი იმედიც აქვს. ხო ეგრეა. სხვანაირად არ გამოდის თეატრის ცხოვრება, არის მატარებელი და არის ვაგონები და არის დამწევი ძალა. მე არ ვამბობ ახლა თეატრის ისტორიაზე, ზოგადად სოფლიო თეატრის ისტორიაში ყველა მსახიობი იყო დაკავებული. არა. ეგეთი რაღაცა არ არის. ყველას აქვს თავისი ადგილი, მოკლედ რომ. ზოგი არის საჭირო, რომ ესე ვთქვათ, მასოვკა ესე იქ დადგეს, ზოგი მეორე ხარისხოვანი. ხო, ზოგი მთავარი როლი და ზოგი ეს თეატრის ცხოვრებაა. კაცო, ეს ნიჭის და ის მიხედვით ეხლა. რა ვიცი და ჩვენ მასოვკაში ვიძევარ. როლის ხომია და ყველაფერი. და იცი რა. აი რაც შეეხება აი ამ ბებერ მსახიობებს, ხო? ვინ უშლის თეატრი ახალგაზრდების გარეშე შეუძლებელია რომ არსებობდეს. თეატრში ახალგაზრდა უნდა მოვიდეს, გოგოც, ბიჭიც. ჩვენთან ამით ახალგაზრდა რომ არ არის, სხვადასხვა თეატრები და რეჟისორები ეძებენ და მოყავთ და ისინი ვეღარ მაგრდებიან თეატრში, იმიტომ რომ არ არის ეს თეატრი აი ისე დონეზე, რომ ახალგაზრდა დააკავო. ის მოვა თავის ერთ როლს ითამაშებს, წავა ისე უკეთეს თეატრში. შეიძლება თქვას, რომ იცით რა, მე პრემიერას ამ სპექტაკლზე ვერ დავკავდები, იმიტომ სხვაგან მაქვს ახლა პრემიერა და მე არ მცალია ახლა თქვენთან თამაშისთვის და ესეთი მაგალითები ძალიან ბევრია, იმიტომ რომ ჩვენ სპექტაკლებს ვერ ვნიშნავთ ხოლმე, იმიტომ რომ ის იქ არის და უნდა შეუწყოთ სხვა თეატრებს ხელი. ხო, დამა, რამეთო გახსნა ჩვენ თეატრი შემოიარე გენაცვალე. ხო, შემოიარე გენაცვალე. თუ შემოიარე. ჩვენი აქ მოსვლის მიზეზი არის ერთადერთი რა.
ერთადერთი რომ ხაზის განტარებელი აი ეხლა უკვე ალბათ დამიხვა გაურკვეველი ხაზი უარ არის. ვედებით ღობიყორეს. უკვე სამთავრობოს ხდომა და თუ მიწდება ჩვენი ხმა. იცით რა, როგორც ექსკურსიელი მეოთე თუ ინტერპრესიულს გადავწყვეტ. კი ბატონო. ყველას შეიძლება მეცა. გაითვალისწინონ ჩვენი თხოვნა, ჩვენ რა ვიცი. აი, აქ აქამდე დავყავებთ. არ გაითვალისწინა, არც კაცარავამ, არც თუ ნებავთვინ. აღარ არის. და არავინ და აი მე ყველაზე გასაკვირი არის თეატრმცოდნეების პოზიცია. იარ გამოქცეულ ალგზარი. იყო იქ ერთი ძალიან პრინციპული თეატრი და მე იმის გამი მოხდით. რომელიც არის ძალიან პრინციპული და ძალიან სასტიკი ყოველთვის. და რატომ ნებავთ თქვენ. აიმე ალეკო ჩემო კარგო ეს ყველაფერი იყო სპექტაკლი. მუცლი კიდე კი არა, სულ რა ვიცი ვინ შეეყვანათ. იქ წინასწარ ყველა მიცოდა ეს იყო სპექტაკლი. თუ მათ ესმით, მიუვათ ეს ხმა. ჩვენ გენერატორები არ ვართ, ვიცით რაც მოხდა, როგორც მოხდა. ღმერთმა შეგარგო თქვენი ცოდვა.